ჩემი ხმა ისმის? საუბრობ თანასწორობაზე, მრავალფეროვნებაზე, ჩემს უფლებებზე, გამოცდილებებსა და რეალობაზე, რომელშიც ცხოვრობთ. მარიამ ქაჯაია ვარ. ამ ორგანიზაციაში პერიფერიას, რომელსაც უწოდებთ მუშაობ 2018 წლიდან, თუმცა ორგანიზაციასთან სხვა დროსაც მქონია კავშირი, ანუ 2014-15 წლებში ერთი წელი ვმუშაობდი, როცა თბილისში ვცხოვრობდი. მოკლედ ბათუმში 2018 წელს ჩამოვედი და მას შემდეგ ამ ორგანიზაციასთან ერთად ვცდილობ რეგიონში გავაძლიერო ქვიარი ადამიანები, ჩვენც გავაძლიერდეთ მათთან ურთიერთობით თემი შევიკროთ და გამოვცხადოთ ხოლმე ერთმანეთს მხარდაჭერა, როდესაც ამის საჭიროებას ვხედავთ და მოკლედ რასაც ვაკეთებ, ეს იყო სათემო მუშაობა, თემთან ერთად ცხოვრება ურთიერთ მხარდაჭერის გზით. მარტივი არ ყოფილა, იმიტომ რომ ვიცით ხო, ანუ თემს, ქვიერ თემს განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ველიდან არის გარიყული, იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ელიტა ეკლესიასთან ერთად განსაკუთრებულად ამწოვებდა ჰომოფობიას, ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში მძიმე ფორმებით აისახებოდა, უამრავი პრობლემის წინაშე იდგა თემი, მაგრამ პერიოდი ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ 2018 წელს რომ მოვედი, ადამიანები, ვისთანაც მე ურთიერთობა მქონდა და ქვიარები, მათი 90% უკვე ქვეყანაში აღარ ცხოვრობს. ანუ პანდემიის დროს, რომელიც კრიზისული იყო, შემდგომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ეფექტები, რაც საქართველოში ვიგრძენით, ამან კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო თემი, ამას ემატებოდა ფაშისტური ჯგუფების მიერ მობილიზაციები და ეს რაღაცა ჰაიპი მედიაში, რომელიც ქვიარების პრობლემების გახილვადებაზე მეტად ემსახურებოდა ჰომოფობიის გახილვადებას და ეს პრობლემური ტენდენცია, იმიტომ რომ ამის პარალელურად იწევს ხოლმე სხვადასხვა ტიპის უფლებების დარღვევების, ძალადობის შემთხვევები თემში და აი ეს ბოლო მოვლენები ესე რომ ვითარდებოდა, განაპირობებდა რაღაცა იძულებას ბევრი ადამიანისთვის, რის გამოც ისინი ტოვებდნენ ქვეყანას. ახლაც ამ ავტორიტარული რეჟიმის დამყარების პირობებში და თანხლები ანტიგენდერული რიტორიკის გავრცელების, რასაც პროპაგანდისტული მანქანებით ცდილობს საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება და ცდილობდა, ამანაც ერთი დამატებითი მაიძულებელი ფაქტორი შექმნა ქვიარებისთვის სამწუხაროდ, რომ სხვაგან ეძებონ ძალიან ბაზისური რამე, უსაფრთხოება და გადაირჩინონ სიცოცხლე. ქვიარ საკითხები და ქვიარ ადამიანების გაძლიერება იყო ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება, ასევე რასაც ვაკეთებდით, ახლა უკვე ამის შესაძლებლობები აღარ დაგვიტოვა ოლიგარქმა და მისმა რეჟიმმა, ვცდილობდით გვემუშავა გენდერულ საკითხებზე, პოლიტიკური საერთო ცნობიერების გამოკვეთაზე, სხვადასხვა ჯგუფებს შორის ურთიერთობის შენებაზე, სოლიდარობაზე და მოკლედ ვცდილობდით პოლიტიკურ ველში შემოგვეტანა საკითხები, რომლებიც გარიყული არის განსაკუთრებით პერიფერიებში, რომელიც ისედაც თითქოს წარმოდგენილია როგორც სივრცე, რომელიც უნდა მართო, მოსახლეობა, რომელიც უნდა მართო და რომელსაც არ უნდა დაეკითხო არასოდეს, როგორ ხედავს ის საკუთარ პრობლემებს და როგორ ხედავს გამოსავლებს. ეს ძალიან დიდი ხნის ტენდენცია არის, ჩემი დაკვირვებითაც ისედაც მოსახლეობას რა სივრცეები აქვს, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს თითქმის არაფერი გარდა 4-5 წელიწადში ერთხელ საარჩევნო ყუთთან მისვლისა და რაღაცა ბიულეტენის მოხაზვისა. ჩვენ პოლიტიკაში ჩართულობის სხვა შესაძლებლობა ისედაც არ ქონდა, მაგრამ პერიფერიებში საკუთარ ნებასაც ვერ ახორციელებს მოსახლეობა რა. ეს არის მათ უწევთ ძალიან მძიმე პირობების გამო, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო, დათმონ ხმის უფლებაც კი. და ანუ ეს საკუთარ ნებაც ვერ განახორციელონ, ამას არ ვამბობ, რა თქმა უნდა, რაღაცა გამწყრალი და
ბრალს არ ვდებ ამ ხალხს ასე რომ იქცევიან. ეს არის განპირობებული ძალიან ბევრი ფაქტორით. წლების განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის უამრავ სოფელში ვართ ნამყოფი, სადაც ქალებთან ერთად ვსჯელობდით და ვლაპარაკობდით ოჯახში ძალადობის გამოცდილებაზე, მისი სხვადასხვა ფორმის გამოცდილებაზე, ადრეულ ქორწინებაზე, სექსუალურ შევიწროებაზე და თავიდან იყო რომ სანამ ჩვენ თვითონ არ ვიტყოდით როგორ გვეხება ეს პრობლემა, რომ ჩვენც გამოგვიცდია, იქამდე ღია ვერ მიმდინარეობდა ხოლმე დისკუსია და ადამიანებს ეტყობოდათ, რომ ისინი ძალიან ერიდებოდნენ ლაპარაკს თავიანთ გენდერულ გამოცდილებაზე და მხოლოდ ამ ასე პირველ პირში გაზიარებული ამბის შემდეგ ჩვენი მხრიდან უჩნდებოდათ უსაფრთხოების განცდა იმაზე, რომ შეუძლიათ ლაპარაკი. სხვა ტენდენციებიც იყო მაღალმთიან აჭარაში, მაგალითად, როდესაც კი შევეცადეთ დისკუსია გაგვეხსნა ყველა ადამიანისთვის და არ ყოფილიყო სქესის ან გენდერის ნიშნით შემოსაზღვრული, ასეთ დროს მდედრობითი სქესის ადამიანები, ქალები თავს იკავებდნენ ხოლმე საერთოდ კომენტარის გაკეთებისგან და კაცების მათგან განსხვავებით გამოირჩეოდნენ სივრცეში დომინირებით, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებდა, რომ ასეთი ძალიან ფართოდ არის გავრცელებული გენდერული უსამართლობა და ქალებს განსხვავებით კაცებისგან უწევთ თავი შეიკავონ, აკონტროლონ გამოხატვა, აზრის დაფიქსირება, ასე შემდეგ. დღეს სამწუხაროდ ამ ქალებს, რომლებსაც სჭირდებოდა შედარებით კომფორტული სივრცის შექმნა იმისთვის, რომ საკუთარი მტკივნეული გამოცდილებების გაზიარება შეძლებოდათ, ან მხარდაჭერის მიღება შეძლებოდათ, ან წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ბარიერია, რის გამოც ქალები რჩებიან ძალადობრივ გარემოში და ვერ ახერხებენ თავის გაღწევას. ეს არის ხო ინფორმაციული ვაკუუმი, როდესაც არიცი რა უფლებები, კანონები გიცავს, რა უფლებები გაქვს, რა სერვისები არსებობს ხელმისაწვდომი, ვის შეუძლია სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის შემოთავაზება. უფასოდ სოფლებში ამაზე დიდად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არ იყო უზრუნველყოფილი და დღეს უკვე როდესაც რეჟიმმა ჩვენაერ არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობა აუკრძალა და დაუქვემდებარა უამრავ რეპრესიულ მექანიზმს, ნიშნავს იმას, რომ ასეთ შეხვედრებს ჩვენ ვეღარ გავმართავთ. განა იმიტომ, რომ არ გვინდა. უბრალოდ ჩვენი რესურსები, შიშველი ხელები ვერ გავწუდებით ბევრს. ჩვენს გარშემო ადამიანებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივაწუდით და შევეშველებით, რაც კი შეგვეძლება, მაგრამ ეს სამწუხაროდ ვეღარ იქნება ორგანიზებული. თუ ვერ შევძელით, რომ ეს პროცესი, რაც არის ავტორიტარული რეჟიმის ყოველდღიური განმტკიცება, უაქციეთ. ამის იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ. ცოტა პატარა, მაგრამ მაინც მაქვს და ეს იმედი ეფუძნება იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ყველას, ვისაც კი რაღაცა წუხილი აქვს, პრობლემები აქვს სოციალური თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით და ასეთი არის ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა, იმ 1%-ისა ოლიგარქის და მისი გარემოცვა ვინც არის, მთავრობა, დეპუტატები და ბიზნესმენები, დანარჩენები ყველანი ვართ იმ მდგომარეობაში, არ ვიცი, როგორ შეიძლება შეფასდეს უფლება შელახული, უფლება აყრილი, ხალხი შებორკილი იმისთვის, რომ რაღაც დაიცვა. ჩვენ აქამდე ვცდილობდით, რომ რაღაც უფრო მეტად სოციალური გაგვეხადა ეს ჩვენი სახელმწიფო. აქამდეც აქამდე გულისხმობ ავტორიტარიზმის დამყარებამდე ჩვენ რაღაცა რიგი სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები კანონმდებლობით გარანტირებული გვქონდა და გვიწერია ეს კონსტიტუციაშიც, რაღაც კანონებშიც წერია, ხო? სიცოცხლის უფლება გვაქვს ამის გადაადგილების, აზრის გამოხატვის შეკრების ასე შემდეგ. და ვცდილობდით, რომ სახელმწიფოს ანტისოციალური ბუნება დაგვეთრგუნა და მოგვეთხოვა მეტი სოციალური გარანტია, შრომითი უფლებები გაგვეძლიერებინა, სოციალური დაცვის ისეთი მექანიზმებზე გველაპარაკა, როგორიც არის პენსია, რაღაც სოციალური დაცვა, რიგი შემწეობები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებები
ასე შემდეგ. დღეს უკვე იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ეს სამოქალაქო უფლებებიც კი აღარ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ის რაც საქართველოში ხდება. ანუ ესეთი შემოჭრა აზრის თავისუფლებაში, სიტყვის თავისუფლებაში, მედიის ასეთი კონტროლი, შეკრების კონტროლი და აქ უამრავი სადამსჯელო ღონისძიება იმასთან ერთად, რომ პოლიციურ რეჟიმში ვცხოვრობთ და ყველა წინააღმდეგობის ჩახშობას რეჟიმი ცდილობს პოლიციური ძალებით, ეს არ არის ის ვითარება, რომელიც ვინმეს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს. და აი, ვამბობდი, რომ იმედიანად ვარ, რომ რაღაცას შევძლებთ, რომ შევცვალოთ. ამის გაცნობიერებას ეფუძნება და იმედი მაქვს იმის, რომ ყველა, ვინც არ ვართ რეჟიმის მომხრე, რაც ჩვენი ბრაზის უკმაყოფილების გადათარგმნას შეუძლებთ პოლიტიკურ მოქმედებაში. ეს ძალიან რთული არის ისევ ამ რეპრესიული მექანიზმების პირობებში, იმ პირობებში, როდესაც თავისუფალ სიტყვას ცოტა ხანში ვეღარ გავიგონებთ, ამასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მედიის წინააღმდეგ უამრავი კანონი აქვს ქართულ ოცნებას მიღებული, მიუხედავად ამისა, მაინც არის რაღაცა პატარა შანსი, რომ შეუძლოთ ქმედითი და ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. ავტორიტარული რეჟიმი რო ყოველდღიურად უფრო მკაცრი ხდება, ამან შეიძლება სასოწარკვეთაში ჩაგვამდოს, მაგრამ არ უნდა გამოგვჩეს მხედველობიდან პატარა კარგი რაღაცეებიც, რაც ყოველდღიურად ხდება. და ერთ-ერთი აქედან არის ის, რომ ჩვენ ვახერხებთ ბათუმში რო ეს ხდება, განსაკუთრებით მიხარია და გეტყვით მოგვიანებით რატომაც ვახერხებთ ყოველ დღე შევიკრიბოთ და გავამხნევოთ ერთმანეთი და ვუთხრათ, რომ ანუ გვესმის ერთმანეთის მდგომარეობის და გვესმის იმ შიშების, რომელსაც განვიცდით. და ერთად ვართ მოთხოვნებში, რომელიც არის საქართველოს დახსნა ოლიგარქიული რეჟიმისგან და მისი ქვეყნის დაბრუნება დემოკრატიზაციის გზაზე, რომლისგანაც გადმოგვახვევინეს უკვე ოფიციალურად ჯერ არჩევნების გაყალბებით და შემდეგ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით. ტივი არ არის ყოველდღე ამის გაკეთება. დაღლილებით ვართ, უკმაყოფილებით ვართ, გაღიზიანებულებით ვართ, მაგრამ ეს რო გამოგვდის, ანუ ამის შეხსენებას აქვს თავისი ემოციური ეფექტიც. რაც, რა ვიცი, 2 წლის წინ რო გეკითხათ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბათუმის საზოგადოებას შეეძლო ასეთი დაჟინებულობით და ამ დაჟინებულობაში ძალიან დიდი პოლიტიკური მიზანდასახულობაც და პოლიტიკური მოთხოვნა დევს. ეს არ არის უბრალოდ მოქალაქის ახირება. ეს ძალიან პოლიტიკური მოვლენა არის, რაც სჭირს ქალაქს ძალიან თვალსაჩინო არის სტუმრისთვისაც კი, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იცნობდეს ქართულ კონტექსტს. აქ როგორი უთანასწორო მოცემულობები შეიძლება გქონდეს, ხო? ცათამბჯენები ერთმანეთთან მიჯრილი, ეს ცათამბჯენები შემოიჭრნენ უკვე ისტორიულ ნაწილში, ბულვარი, რომელიც კულტურული და ისტორიული ძეგლი არის, ჩვენი ხელყოფილი არის, რაც ანუ შეუიარაღებელი თვალითაც, ან რა ვიცი, დიდი თეორიული ბექგრაუნდით შეიძლება არ ქონდეს ადამიანს, მიხვდება, რომ აქ ირღვევა ადამიანის უფლებები. უსამართლოდ მიმდინარეობს ქალაქის განაშენიანება. ასეთ პირობებში კი ძალიან ცოტა ხალხი იყო ხოლმე, ჩემი შეფასებით ცოტა, ვინც ხმამაღლა აფიქსირებდა ამ წინააღმდეგობას. მე ვყოფილ ვარ სამკაციან აქციებზეც კი, როდესაც ვითხოვდით ამ პროცესის, ანუ ქალაქის განაშენიანების დაბრუნებას სამართლებრივ ჩარჩოში და ვლაპარაკობდით კორუფციაზე, ვლაპარაკობდნენ მოძრაობა ბათუმი და ასე შემდეგ. საზოგადოების მხარდაჭერა იყო ძალიან სუსტი ამ წინააღმდეგობაში. ამ მოვლენებთან შედარებით დღეს, რასაც მე ვუყურებ, გარშემო ყველა ძალიან პოლიტიზებული არის. მიუხედავად ამისა, აქციაზე გამოდის, არ გამოდის, ამაზე ლაპარაკობს ყველა ამ უსამართლობაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. და ეს ძალიან დიდი ამბავი არის. ანუ ჩვენ მოქალაქეები ვიბრუნებთ განცდას, ეს რაღაცა ის არის
ოქსიმორონია, ხო? ამ ოლიგარქიის პირობებში ჩვენ ნელ-ნელა უნდა უფრო გავდიოდეთ პოლიტიკური ველიდან შეიძლება ან რაღაცა შიშის გამო ვეღარ ვახერხებდეთ ლაპარაკს, ვთუმდებოდეთ, ბრას გულში ვიხვევდეთ, ასე შემდეგ. ამ ბათუმის მაგალითზე ჩემი აზრით პირიქით ხდება, ანუ ყოველთვის მაკლდა თავიდან, უფრო მეტად მაკლდა რაღაც პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი, დებატები, ვიდრე დღეს. ვიდრე დღეს კი არა, დღეს ყველგან ეს ისმის, ყველგან საქვეყნო საქმეებზე მიმდინარეობს ლაპარაკი, იქნება ძალიან პირადი ინტიმური სივრცეები, თუ საჯარო სივრცე, როგორც არის ერასმოედანი ან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამ საკითხებში ვართ ყოველდღიურად და ეს კიდე ერთი გარემოება, რასაც იმეც ვაფუძნებ, იმიტომ რომ ეს გამოფხიზლება რაც განპირობებული იყო რეპრესიების გამკაცრებით, უკან ვერ წავა, იმედი მაქვს და არ წავა და იმაზე, რაზეც დღეს ვფიქრობთ, უდიდესი ნაწილი ქვეყნის მოსახლეობის რო არის უსამართლობა, მაგაზე ხვალ როგორ ვიტყვით, რომ სამართლიანია, თუ კი იგივე მოცემულობა დარჩება, ან გაუარესებული მოცემულობა დარჩება და ეს სიმართლე, რომ ჩვენს მხარეს არის და ბევრნი ვართ მისი მოზიარე, ძალიან დიდ პოლიტიკურ პოტენციალს მოიცავს იმისთვის, რომ გარდავქმნათ ეს მდგომარეობა, რაშიც ახლა ვართ.